მშვიდობის მოგესალმებით ყველას და რა თქმა უნდა დილის პალიტრას ვაგრძელებთ. გადაცემის ამ ნაწილში კი ჩვენმა მაყურებელმა უკვე ძალიან კარგად ისის რომ სტუმრებს მასპინძლობთ ხოლმე, მით უფრო რომ დღეს 4 შაბათია და შესაბამისად მშობლების რუბრიკის დროა და დღეა დილის პალიტრაში და ახლა მშობლები უნდა იყვნენ განსაკუთრებით ყურადღებით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო, ძალიან აქტუალურ და მნიშვნელოვან თემას შევეხებით, სენსიტიურსაც ნამდვილად ტკივილის მართვა ბავშვებში ოპერაციული ჩარევის დროს. დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფება ანესთეზიოლოგ, რეანიმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ქეთევან არაბიძე. მოგესალმებით ქეთევან, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან და ხართ ჩვენი სტუმარი. ანესთეზია ზოგადად ეს სიტყვა, როდესაც ბავშვს ეხება, მშობლებში პირდაპირ იწვევს ხოლმე შიშს, სტრესს, დაძაბულობას, პანიკასაც ალბათ, რასაც შემდგომ ხშირად გადავდებთ ხოლმე ჩვენს ბავშვებს, იმიტომ რომ ბავშვისთვის მშობელი და მისი განწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და უმთავრესი. თქვენ რომ გითხრათ ახლა ზოგადად რა შემთხვევაშია გარდაუვალი ანესთეზია და რაღაცნაირად დავამსხვრიოთ ეს მითი, რომ ანესთეზია არის საშიში და რაღაცა დიდი ტრაგედია, ამაში ესე არაფერი არ არის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ანესთეზიას, იცით რა ანესთეზია ზოგადად მე მესმის ეს მშობლებში დათესილი შიში, რასაც ნიშნავს ძალიან მისაღები და ძალიან გასაგებია, მაგრამ არის ერთი ფაქტორი. ანუ ჩვენ ქვეყანაში ცოტა მითებსაც, იცით ეს აყოლილია ხალხი, ეს ზოგადად ხდება ერთი ადამიანის შემთხვევიდან მეორეზე გადატანა, ანუ ფიქრობ რომ მას ეს დაემართა, შემდეგ ჩემშულსაც, მე ვფიქრობ რომ აქ არის პრობლემა ახსნის და არასრული კომუნიკაციის, როგორც წესი დღეს არ არის სრული ინფორმაცია მიწოდებული მშობელთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ავუხსნათ მშობელს, რას ნიშნავს ანესთეზია. თქვენ რომ ახლა ეს გეკითხათ 30 წლის წინ როგორ იყო, მაშინ იყო მედიკამენტები და თვითონ მონიტორინგის სისტემა არ იყო ასეთი დახვეწილი, სადაც შეგვეძლო ნულამდე დაგვეყვანა ჩვენ ყველა გართულება. თუმცა ახლა ამის საშუალება არის და მე ვფიქრობ, როდესაც სრული კომუნიკაცია და ანუ როდესაც მშობელი ინფორმირებულია, რა რისკებთან არის დაკავშირებული ამ ყველაფერზე, აბსოლუტურად აღარ არის კითხვა და ეს ნერვიულობა რა თქმა უნდა მოყვება, იმიტომ რომ ნებისმიერ პროცედურაც რომ იყოს, რა თქმა უნდა საკუთარ შულზე პასუხისმგებლობას შენიღებ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. იცით, გარდა იმისა, რომ გიყვარს, ანუ პასუხისმგებლობას იღებ ამაზე და ანუ შიში გაქვს, რომ ნეტავ სწორად გავაკეთე, ეს ინფორმაცია უნდა დამუშავდეს მშობლის ტვინში აუცილებლად, რა რისკებია, თუ კი კარგათა მე არ მქონია შემთხვევა, რაც არ გინდა ანერვიულებული მშობელი ყოფილიყო და თქვათ ნებისმიერ თუ კი კარგად ავუხსნით და ყველაფერს გავმიჯნავთ, არასდროს არ ყოფილა უნდობლობა და როდესაც მშობელი გენდობა, შენ უკვე მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, რომ ეს ბავშვი შეიყვანო და მშვიდობით დააძინო და გააღვიძო რა თქმა უნდა. წლების წინ იყო, რომ აი რო ვერ გამოვიდეს ნარკოზიდან, რო ვერ გაიღვიძოს, აი ძალიან ისეთი შიში იყო ხოლმე და დროსთან ერთად ალბათ მაინც ცოტა უკეთესობაც არ არის? უკეთესობა რა თქმა უნდა არის და სწორიც იყო ეს შიში, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ 30 წლის წინ თქვენ რომ ეს შეკითხვა დაგესვათ ჩემთვის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ იყო მონიტორინგის ასეთი სისტემა. ჩვენ დღეს შეგვიძლია ძირითადად რა არის? 3 ეტაპისგან შედგება ანესთეზია. ჰიპნოზი, ანესთეზია, ანალგეზია და რელაქსაცია, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის მართვა, ასევე მედიკამენტები უკვე იდეალურთან მიახლოვებულია. რა თქმა უნდა, იდეალური მედიკამენტი არ არსებობს, მაგრამ მიახლოვებულია და ჩვენ შეგვიძლია მართვა, ანუ ტვინზე და ჩვენ შეგვიძლია მართოთ, რა სიღრმით ძინავს პაციენტს, რამდენად ტკივა თუ არ ტკივა. ყველაფრის მართვის საშუალება აქვს. დღევანდელი მონიტორინგი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თითქმის ნოლამდე დავიყვანოთ ყველა ის პრობლემა, რაც იყო 30 წლის წინ. ნამდვილად არ იყო ამის საშუალება და ეს არ იყო ექიმზე დამოკიდებული. უბრალოდ ტექნიკა წინ წავიდა და რა თქმა უნდა, შესაბამისად პაციენტიც გამოდის უკვე ბედნიერი, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია მართოთ ყველაფერი როგორც ინტრაოპერაციული. ვისაც რაღაცნაირად მართლა აქვს ამის შიში. მე პირადად არ მაქვს და საკმაოდ ბევრი ნარკოზი მაქვს გაკეთებული. მეც გაკეთებული. არანაირი შიში და არანაირი რეაქცია ამასთან დაკავშირებით არ მაქვს. გაუტკივარებას და ანესთეზიას შორის რა განსხვავებაა ესეც ავუხსნით.
გავხსნათ ჩვენს იცით რა ანესთეზიის დროს თვითონ ხდება გაუტკივარება, მაგრამ როდესაც ბავშვს ეხება საქმე, ანუ დიდზე არ არის ლაპარაკი, ბავშვზე, ანუ გაუტკივარება შეიძლება მოხდეს როგორც მედიკამენტოზური, ასევე ინექციური სახით, როდესაც ნემსთან გვაქვს. ნემსი მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ბავშვებს, დიდებსაც ძალიან ეშინიათ ნემსის, მაგრამ ბავშვისთვის ეს ძალიან და მშობლისთვის, რომ აი ეს ჩხლეტის მომენტი არის შეიძლება ტკივნეული არ იყოს, მაგრამ სტრესულია. დღეს ჩვენ ვართ მიმართული იმაზე, რომ ბავშვს კარგად ახსოვდეს. ზოგჯერ გაუტკივარების გამო უნდა გავაკეთოთ ანესთეზია. ანუ რას გულისხმობ? ზოგჯერ თუ ხდება ნერვის ბლოკადა, მაგალითად, გააჩნია გაუჩება ოპერაციული ჩარევა არ იყოს, თქვათ იყოს ნერვის ბლოკადა, სადაც საჭიროა ულტრაბგერითი ანუ გამოვიყენოთ ისეთი ხელსაწყოები თქვათ ულტრაბგერა, სადაც სიზუსტეს მოითხოვს, ანუ ჩხლეტის დროს ჩვენ ვაკვირდებით და ფიქსაცია უნდა მოხდეს. ამას ბავშვს რა თქმა უნდა ეშინია, იმიტომ რომ იცის რომ ეხლა უნდა ვატკინოთ, შესაბამისად მხოლოდ ამის გამოც კი შეიძლება რომ გავუკეთოთ ანესთეზია, მაგრამ რა თქმა უნდა ბავშვი უნდა იყოს სრულად მომზადებული, ზუსტად ისე ვამზადებთ, როგორც ნებისმიერი ოპერაციის დროს და თვითონ გაუტკივარებისთვისაც ხდება ანესთეზია, რომ ბავშვს არ უჩხლიტოთ და არ ვატკინოთ. თუნდაც აი ძალიან მნიშვნელოვანი, აი დამწვრობის დროს პირობითად, თქვათ დამწვრობის დროს გადახვევა. ეხლა ხომ ვიცით, გადახვევა რა მტკივნეულია. დიდისთვისაც მტკივნეულია ის, რომ ამისთვისაც კი ვაძინებთ ბავშვებს, რომ მისთვის ეს არ იყოს ტრამვული. კი, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე პირადად ყველა მშობელს ვურჩევ, რომ თუ კი გვაქვს ამისი ფუფუნება, თუ კი გვაქვს ამის საშუალება, რომ ბავშვი დავაძინოთ და ისე გავუკეთოთ ის პროცედურა, მტკივნეულს გულისხმობ, რა საკვირველია, ეს მანდატორული არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს არის ნაკლებ სწორად დღეს რაზეა მიმართული მედიცინა? ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობა. აი ძალიან კარგია ტომოგრაფიის დროსაც იყენებთ ხო? კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს ნახეთ აუცილებელია ბავშვებში მით უმეტეს, იმიტომ რომ ჯერ დიდებში ვისაც კლაუსტროფობია აქვს, ჩვენ ვაძინებთ. საერთოდ არ მაქვს კლაუსტროფობია, მაგრამ ისეთი საშინელი განცდა იყო, როდესაც რთულია ნამდვილად, თან დიდი ხანი გრძელდება, თან უნდა გაჩერდა პოზიციაში. მეგონა რომ მორალურად მომზადებული ვიყავი ამისთვის, მაგრამ ეხლაც რომ ახსენდება რაღაცნაირად თელტანში დამიარა. თავზე რო გადევს, გამომიყვანეს რაღაც პერიოდი, დამამშვიდობელი დამალევინეს და შემდეგ შემიყვანეს, იმიტომ რომ მართლა ძალიან ცუდად გავხდი და ბავშვებში ყველა შემთხვევაში კეთდება ამ დროს. თვითონ ეს კლევა, ეხლა ჩვენ დიდ ადამიანთან შეგვიძლია უთხრათ რომ აუცილებლად სიზუსტეა საჭირო 40 წუთიდან ხო დაახლოებით სულაც 30 წუთი თქვენ წარმოვიდგინეთ რომ 15 წუთი შედიხარ რაღაც სივრცეში რომელიც შენთვის არის პირველად მე აბსოლუტურად გასაგები და არ უნდა გაიწრო ხო ანუ სივიწროვე და თან უნდა იყოს ფიქსირებული ხო იმიტომ რომ თუ თქვათ არის ნებისმიერი სულ ერთია თქვა თავისწვინი პირობით ანუ არ უნდა მოძრაობდე ბავშვისთვის ეს ხო შეუძლებელია ბავშვს ყოველთვის თან ყავს დედა და უნდა იყოს ეხა დედისთვის იქ შეყვეს ეს წარმოუდგენელია ამიტომ უნდა დავაძინოთ იმიტომ ბავშვისთვის ეს იმხელა სტრესია. თან შეიძლება განმეორებიდაც დაჭირდეს და ბავშვი ვეღარ მოვიდეს შიშის გამო, ხო? ანუ ეს მისთვის ისე უნდა მოხდეს. ხომ ხვდებით, ანუ დღეს ჩვენ ვართ მიმართული იმაზე, რომ ბავშვი ერთხელ რომ შემოვა საავადმყოფოში, ეს მისთვის არ იყოს სტრესი, უბედურება, ტკივილი, აუცილებლად ეს უნდა იყოს შემდგომში მოვიდეს ბავშვი ბედნიერი, რომ თქვას რომ არაფერი არ იყო. ანუ აქეთ გაგულიანებენ ბავშვები. ბეჭდება მეხსიერებაში და დამერწმუნეთ, აქეთ გაგულიანებენ ბავშვები და გეუბნები უიმე ჩემი ექიმი უნდა უხაროდეს შენი დანახვა და არა ეშინოდეს ეს სტრესის მომგვრელი არ უნდა იყოს და დღეს ამისი ყველა საშუალება გვაქვს რომ ჩვენ ბავშვისთვის ეს გავხადოთ ბედნიერებად და თუ გინდ თამაშად კეთილად, თქვენთვის როგორც ანესთეზიოლოგისთვის რამდენად მნიშვნელოვანია წინაკვლევები, მაგალითად ალერგიულ რეაქციებზე, ხო? იმიტომ რომ დღეს ამის ფუფუნებაც არსებობს, წინასწარი კვლევების გარეშე ანესთეზია და ზოგადად არც ერთი სახის ჩარევა არ კეთდება, მით უმეტეს, როდესაც ოპერაციაზეა საუბარი, ხო? აი ეს ამ ტიპის გართულებას რა რისკები ახლავს თან, როდესაც ალერგიულ რეაქციაზე ვსაუბრობთ და თქვენთვის როგორც ანესთეზიოლოგისთვის რა მნიშვნელობა აქვს ამ კვლევებს? ჩემთვის როგორც ანესთეზიოლოგისთვის პაციენტის მთელი ცხოვრება არის საინტერესო, იმიტომ რომ იქ არა მხოლოდ ალერგია, უნდა ვიცოდე მისი სომატმთლიანად ჯანმრთელობის მდგომარეობა. ზოგადად უხაროთ აი ბოლო პერიოდში მე რამდენჯერაც მქონდა შეხება აი ამ ანამნეზით არ დაინტერესებულან ექიმები, რაც ძალიან კი ცუდი
ტენდენცია. თუმცა კარგია რომ აი თქვენ ხა გააჟღერეთ ეს საკითხი. ჩვენი წარმატების 99% არის კარგად გამოკითხული პაციენტი. ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე თუ ავიღებთ შეცდომებს, არა შეცდომას, ანუ რაც აღწერილია, ხო, რაც მომხდარა ზოგადად. არ ვამბობ მითებზე, არ ვამბობ იმაზე, რა ვრცელდება, რა არის და რა ვრცელდება. მოდით რეალობას შევხედოთ თვალებში. იცით რა არის? ყოველთვის ხდება მისკომუნიკაციით და ყოველთვის რაღაცა ინფორმაციის გამორჩენით. ანუ არ მოხდა ანამნეზის სრული შეკრება. იმიტომ კი არა, რომ ექიმა არ იცის როგორ მოიქცეს. იმიტომ კი არა, უბრალოდ რაღაცა დრო არ იყო, ან ვერ მოხდა სრული დაწვირთვიდან გამომდინარე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავად პაციენტებიც გარკვეულ ინფორმაციას არ გასცემენ. არის, მაგრამ ესეც ნახეთ აუცილებლად ეს უკვე ხდება, აუცილებლად შენ ხვდები ამას. იცით რა, ერთის მხრივ ჩვენ ფსიქოლოგებიც ვართ, იმიტომ რომ პაციენტი რო შემოდის, ზოგ პაციენტს უჭირს, უმძიმს რაღაც დაავადებაზე ლაპარაკი. ანუ ჩვენ ვცდილობთ ხან მარჯვნიდან, ხან მარცხნიდან, მე მესმის ამ ადამიანების ზოგს არ უნდა საერთოდ. ტენდენციაც ისეთია, გააჩნია დაავადებას. იცით, ზოგს სირცხვილი გონია თუ კი გეტყვის, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ხვდებით ჩვენ რასთან გვაქვს საქმე და აუცილებლად უნდა ჩავეკირკიტოთ, ასე ვთქვათ და ის ინფორმაცია მივიღოთ, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ზედმეტი კვლევა დასჭირდეს. ხა ალერგიული სინჯი ესე მანდატორულად არ კეთდება და ეს არის მითი, რომ ეს არ გვიცავს ჩვენ იმისგან, რომ სინჯი გავაკეთეთ და ბავშვს ალერგია აღარ დაემართება. ხო, რა თქმა უნდა, თუმცა რისკებს გვაცილებს ანამნეზი. კარგად გამოკითხული პაციენტი და თუ ვიცით რომ ალერგიულია, იქ მიდგომა უკვე სხვა არის. ანუ მაშინ სხვა მექანიზმი ერთვება და სხვა მკურნალობა ერთვება პრეოპერაციულად და არა ინტრაოპერაციულად. ჩვენ შვილის მაგალითზე ერთი ოპერაციამდე 10 დღით ადრე დავიწყეთ ანტიჰისტამინის მიღება და ოპერაციის წინაც ალბათ ალერგიული ანამნეზი ჰქონდა. ეხლა თუ ადამიანს ალერგიული ანამნეზი არ აქვს, ამ შემთხვევაში არანაირ მკურნალობას არ ვიწყებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, კარგად გამოკითხული პაციენტი ჩვენი გამარჯვების 99%-ია აუცილებლად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მაინც ექიმის გამოკითხვის შემდეგ ხდება ყველანაირი შეფასება და კარგი გამოსავალი დამერწმუნეთ. ნამდვილად ასეა და კარგია რომ ეს მოხვედრა მიდგომა. ისე სიმშვიდე მოდის. კი ბატონო, ყველანაირი კუთხით. კი ბატონო. ზოგადად აი თუნდაც ამ ალერგიული სინჯების მიმართულებით ბოლო პერიოდში რაღაცნაირად საზოგადოების ცნობიერება თითქოს ამაღლდა ამ მიმართულებით და არ მხოლოდ ანესთეზია, აი თუნდაც სტომატოლოგთან, როდესაც მიყვავს ბავშვი, რაღაცნაირად უკვე მშობლებიც თითქოს ითხოვენ ამას რაღაცნაირად თავის დაზღვევის მიზნით. ეს რამდენად სწორია, იმიტომ რომ მეორე უკიდურესობაში ხო არ გადავდივართ, რომ საჭიროა თუ არ არის საჭირო, ყველა შემთხვევაში ალერგიულ სინჯებს რომ ვითხოვთ და ასე შემდეგ. აი, რამდენად აუცილებელია ყველა შემთხვევაში. ხო, პირველი კითხვა ეგ არის ხოლმე, სინჯი გაუკეთე. იცით რა არის, ცოტა გადავდივართ, რაც იგულისხმეთ, მაგრამ მე მაინც მესმის მშობელს ყოველთვის ეშინია. არა მხოლოდ მშობელს, ჩვენც გვეშინია. დავანებოთ მშობელს თავი, თქვენ რომ მიდიხართ, თქვენც ხომ გეშინიათ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაირს, აბსოლუტურად მესმის, მაგრამ ჩვენ უნდა ავუხსნათ რა შემთხვევაშია საჭირო. რაც შეეხება, ანუ არა ჰოსპიტალ, როდესაც ჰოსპიტალის გარეთ, მხოლოდ სტომატოლოგიურ კლინიკაში. ანუ იქ იცით რა მექანიზმიც უნდა იყოს. ეხლა აქ უკვე სხვა რამეს ვეხებით უფრო გლობალურად, იმიტომ რომ როდესაც მე ალერგია გამოვლინდება, ანუ იმ სტომატოლოგსაც თავდაცვა აქვს, ხო ხვდებით, რომ ანუ ეს ქონდა ეს დოკუმენტი, რომ არ აქვს პაციენტს, თუმცა ეს არ გიცავს 100%-ით, მაგრამ ეს დოკუმენტი მაინც არსებობს, რომ წყნარად და მშვიდად არ ჭირდება ყველა პაციენტს სინჯი, მით უმეტეს ჰოსპიტალში. რაც შეეხება ინტრაოპერაციულად, მე შემიძლია ვთქვა და ჰოსპიტალში არავის არ უნდა შეეშინდეთ დღეს თუნდაც ალერგიის, იმიტომ რომ პირველადი დახმარების ხაზი ზოლი მაქვს ჩვენ. ნახეთ, როც ქონია, რა თქმა უნდა, მე მქონია ალერგია, პირადად არა პაციენტს ქონია ალერგია და ამისთვის ჩვენ ვართ მზად. ჩვენ გულის გაჩერებისთვისაც მზად ვართ, რა თქმა უნდა, გვაშოროს, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. პირველი რგოლი ვართ ჩვენ. ამიტომ, როდესაც პაციენტი საოპერაციოშია, ამ შემთხვევაში უკვე აღარ გვეშინია, რა თქმა უნდა, მობილიზებულები ვართ და იმიტომ არ გვეშინია, თორე ჩვენზე დამერწმუნეთ, რომ მაგ დროს პაციენტის თავთან როცა გახარ,
შენ ხარ ყველაზე დიდი გულშემატკივარი პაციენტი. შობელზე უფრო დიდი, ოჯახზე უფრო დიდი დამერწმუნეთ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ემპათია გაქვს, სიამოვნებს და გიყვარს პაციენტი, გარდა მაგისა, თუნდაც ეგოც გაქვს და თუნდაც სპორტული ინტერესი გაქვს, რომ ჩემი პაციენტი კარგად უნდა იყოს. არავინ არ თქვას რეალობას ვამბობ ახლა ამას, რომ გინდა რომ შენი პაციენტი საუკეთესოდ გაიღოს, არც ტკიოდეს და ამით შენ ბედნიერი ხარ, მაგრამ ეს არის ეს ხო ჩვენთვის პროფესია არ არის, ეს არის ჩემი ცხოვრების სტილი. ეს არის ჩემი ცხოვრება და ამიტომ ჩემზე ბედნიერი დამარწმუნეთ არავინ არ არის ჩემი პაციენტი რომ კარგად. კი ბატონო, მე მგონი რაღაცნაირად მოვახერხეთ, რომ დაიხრიეთ ეს მითი, რომ ანესთეზია და ნარკოზი არის საშიში და იმედი მაქვს, რომ აი მშობლები ახლა ვინც გვისმენ და რაღაცნაირად ცოტა მაინც დამშვიდნენ ამ მიმართულებით. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ქეთევან არაბიძე, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, მედიცინის დოქტორი გახლდათ ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით ტკივილის მართვაზე ბავშვებში ოპერაციული ჩარევის დროს.